ეს ადგილია ბატონო პრეზიდენტი. მომაწევინე რა. მოვლენ. დარწმუნებული ხართ? კი, მე მჯერა. დათო მოვა. ეს როგორ გითხრა საქართველოს დატოვოს? არ ვიცი, მძიმე სიტუაცია ალბათ მაგიტო. მოღალატეა. სახეზე ეთქვა. როგორ შეეცდია? ლაშამ რამდენ კაც მოვიყვანო? 100. აკე 1000. მაშინ ასე მითხრა ბატონო პრეზიდენტო. თავარია დაწყება. ეს არის ჩვენი მიზანი. მერე ყველა აყვება. ახლა მთავარია ხალხი შევკრიბოთ. შენ ის ჩვენი პრეზიდენტია, ხო? ჩვენი პრეზიდენტი რა? ეს თქვენა ხართ, ხო? მართლა თქვენა ხართ, ბატონო ზვია. მიგატოვეს არა? გიღალატეს. წავედით. არ ველოდებით. არა, არ ველოდებით. გავდივართ, ყურადღებით. დაშით. აი გამოხვიდეთ. ბატონო ზვია, წამოდით რა ჩვენთან იცხოვე. არა, მადლობა, გვეჩქარება. სად გეჩქარება? ყველა გიღალატა. წამოდით რა. ფერდა ეს ამბობენ რომ სანამ დაგიჭერე პირველი ვარ პოპო და ჩალო გაგიჩობე. დიანდერად ვიმართვი. ის თქვენ ადგილსა ყო. აჯიანად დოარ გადავდიან. დაშერდი პოზიცია. იცი რა ხე? აჯიანად დოარ. ანგებამილება. სასტაული მოხდა და ჩამოიღო. რა გინდა? უკესთვის მისაკედი. ირა გადაგანდი დროს თავის მიჯინძი. მაგანაში ვინ გიზის? პასაჟირი ერთი. გადამიყვანეთ სული მყავს დაჭრილიო, ციხი ფრაერია თბილისელია. თბილისელი აქ რა მოგაყვანინა, შეგამოყალევებული. ეხა გეუნები რა. გაგაფუჭოს ეგ ფული შენ. ფული რა შუაშია. მიდი დროზე, მანქანაში. კაცი გელოდება. კატუჯგარძე ეკუჩხის.
დაიჯერებს. დაიჯერებს. მე თუმეტეს ნიკას ჩატანილს. ჩემი ხელი დაწერილი წერილია. ამაზე მეტი არ ვიცი. დილას ლოთი გამოვიდა სოხუმიდან. წერილი ზემოდან. შეცდომას ხوارუშებთ. ლოთის არ ეშლება. მოღალატის სუნს ყველაზე კარგად მეგრძნობ. მოღალატეა. პირველად ეს გროზნოში ვიგრძენი. მაგის აბდაუბდა ინფორმაციით. ჩემი მოკლა უნდათ. ეკი მაგაზე მუშაობს. უნდა დაიჯეროს. თუ მოღალატეა შევარდნადესთან გაიქცევა, წერილს ანახებს. გძნობ მიურბენინებს. სად იმალება ეგ მოღალატე? სინოფში გოზდაჩებზე. და გაიქცევა სინოფში. ახლა გენაცვალე სიკვდილის სიცოცხლეზეა ლაპარაკი. ქვეყნის გადარჩენაზე. თავგანწირის გარეშე ეს არ ხდება. ამ გადაწყვეტ ბრძოლაში მე მინდა ვიცოდე ვინ დგას ჩემ გვერდით და ვინ არის მოღალატე. ამისხი რა. მოკლედ შენი იმედი მაქვს. თავს გაუფრთხილ. ნახომის. გარეთ დამელოდე. რა იყო? შეიძლება ნიკა იყვანა. ამის დიდი ალბათობა არსებობს. კი, შეიძლება. მე იქნებს. არა. ასაკებია. ბატონო პრეზიდენტო. ყველაზე ბედნიერი დღეა ჩემ ცხოვრებაში. ბატონო პრეზიდენტო, ყველანი მზად არიან.
პირველი შეხვდებით ალეკოს. 5 კილომეტრში 2000 კაცი ყავს. ხევთან დაგელოდებათ ბატონი ლაშა. 2500 კაცით. 4 შაბათს ძმები გელოდებიან დინარესთან 1900 კაცი ყავთ და 2 ტანკი. კვირას 3 ბეტერით კაკო და თავის რაზმი დაგველოდება. სამშაბათს ლევანი 4 ბეტერით და 500 მაგარი მებრძოლით. ეს დამაბარა თქვენთან გოჩო. რა გინდა განაცვალე ჯარია? ზემოდან ლოთი? წავედით, რას მიყურებთ? უკაცრავად ბატონო პრეზიდენტო, ნიკო დაბრუნდა. აქ არის? დიახ. შემოვიდეს. როგორ გამეხარდა? მეც. აბა, რა ხდება? გიორგი დაიღუპა გზაში. თუმცა ვერ გავარკვიე სად მიდიოდა. ეხლა მნიშვნელობა აღარ აქვს მაგას. შევარდნაძე გარბის სახომიდან. დღეს სახომი დაეცემა. დაგტოვებ ჩვენ. Господин президент, курить разрешите? Курите? Господин президент, у меня небольшая просьба к вам. Распишитесь, пожалуйста. Что? Автограф оставьте. Господин президент, простите, дату оставьте тоже, пожалуйста. Благодарю вас. Тормози.
ბატონო პრეზიდენტო. ეს ადგილია. ეს ადგილია? დიახ. არ მომწონს საქაურობა. უნდა წავიდეთ. ეთყობა საფრთხე იგრძნეს და ალბათ სხვაგან გადავიდნენ. ვიცი სადაც იქნებიან. მე გაგიყვან. აქ რამდენი კაცი უნდა ყოფილიყო? 2500. რა იყო რა გჭირს? არაფერი. შენ რაღაცით უკმაყოფილო ხარ? არა, უბრალოდ უკაცრავად, მაგრამ ბოლოს ძალიან ხისტი პასუხი გამოგივიდათ. ძალიან უხეშად გამოვიდა. პასუხი შეიძლება უხეში იყო, მაგრამ სწორი. საერთოდ არ იხედები წინ. შენი ხედები? ახლა ყველაფერი მაგათ ხელშია. როგორც რუსები გადაწყვეტენ, ყველაფერი ისე იქნება. ნახოთ. რა ვნახოთ? მაშინ არ მესმის ამ ხელა გზაზე მოსალაპარაკებლად რატომ მოვდიოდით? თანაც ამ ხელა რისკი. რუსები შევარდნაძეს დაუჭერენ მხარს. მერე რა მოხდება? ყველაფერი ერთ წუთში დამთავრდება. მაპატიეთ. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ხომარაჯობებს უკან დაუბრუნდეთ. ეს უკანასკნელი შანსია. არა. ძალიან გთხოვთ, ყური დამიგდეთ. ცუდი პირობები არ შემოგთავაზეს. ხელისუფლებაშიც დაგაბრუნებენ. მორჩეთ ამაზე ლაპარაკს. ელცინი და გრაჩოვი სიტყვის ხალხია. არა. ასე თავს დაიღუპავთ. ეს იმათმა დაგარიგეს თუ გაჯიუტლა ესე უთხარეო? ჩვენ ცოტა ხნის წინ გზაზე შეგვით. ეს ჩემი ძმა არის, ბატონო პრეზიდენტო. ჩვენ გიცანით გზაზე, სასწრაფოდ უნდა წახვიდეთ აქედან. რატო? ყველგან ხუტაა, ყველგან. იციან თქვენი ადგილსამყოფელი ამ ტყეში რო ხართ. ბატონო პრეზიდენტო, თქვენი ალყაში მოქცევა უნდათ. ჩვენ გაგიყვანთ აქედან. იარაღი მომეცით. ბატონო პრეზიდენტო, მოდი ასე ვქნათ. ჩვენ აქ გავმაგრდებით და თქვენ და ბატონმა ბესომ იქნება რამენაირად გააღწიოთ აქედან. ნიკას თქვენთან ერთად წამოვა. აზრი არ აქვს. ალყაში ვართ. მომეცით იარაღი. არ არის საჭირო ბატონო პრეზიდენტო. იარაღი მომეცით. ინებეთ. ერთი მასწავლე ამას როგორ ხმარობთ? უბა. აქეთა პერიმეტრი და იქეთა პერიმეტრი დაიგო.
არ გამოჩნდა? ბატონო პრეზიდენტო, აქეთ მომდიხართ. მომისმინეთ? ჩათვალეთ, რომ ეს არის ბრძანება. თუ შეატყვეთ ან დაინახეთ, რომ ტყვეთ, მიყვანენ მესროლეთ. მესროლეთ, სანამ არ დარწმუნდებით, რომ ცოცხალი აღარა ვარ. გასაგებია? გასაგებია? გამოდი. ამიჯერი ასე ასაჭირო. უნდა შენი იმედი. ამერე როგორ ვიცხოვრო? სუფთა სინდისით. ვერ შევძლებ. ვარაჯობებს ვიფიქრეთ. ქვეყანა როგორ დავტოვოთ? მე არ საწამსვლელი არა ვარ. წავიდეთ ემიგრაციაში. შევქმნათ გამომთავისუფლებელი მოძრაობა. სისულელე. როგორ ხარ? კალა. უკეთ. ეს ღია ადგილია. უნდა გავიდეთ. მართლა აღარ შემეძლია. ყველაფერი კარგად იქნება. მალე ახალი წელია. სადმე შევაფარეთ თავს. შეძლებს იაროს. შევეცდები. წავიდეთ. თქვენი არის დაგეწევით. ერთად ვიაროთ. არა დაგეწევი. Еще я
опровергаю сообщение о смерти и захоронении Злата Гамсахурдия в одном из районов Западной Грузии пока нет. Украина продолжает окружать версию о самоубийстве Злата Гамсахурдия. Ситуация вокруг предполагаемой смерти первого президента независимой Грузии Злата Гамсахурдия продолжает оставаться загадочной.